განრჩევები ქეთევან ჯანხოთელის შემოგვიერთა ძალიან საინტერესო თემით მცენარეები მითოლოგიაში არაერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებთ რა თქმა უნდა და ასევე ქართველი მწერლების ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ეკავა და ამ მიმართულებითაც რაც შეეხება მითოლოგიას ლეგენდებს არის მასში ძალიან ბევრი საინტერესო მოკლედ ფურცელი გადაიშლება თუმცა ჩვენი ეთერი გვინდა დავიწყოთ რა თქმა უნდა მილოცვით გუშინ გაიმართა უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და სხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამის ინტრონიზაცია ვულოცავთ მთელ საქართველოს და მართლაც ჩვენს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. ქეთი მოგესალმებით. მოგესალმებით. ვუერთდებით დიდი სიხარულით და გულწრფელობით ამ მილოცვას. გუშინ ასევე დაიწყო საქართველოს 1700 წლოვანი ზეგი საეკლესიო ჩვენი მართლმადიდებლური დღესასწაულის აღნიშვნა 1700 წელია რაც ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ამ თარიღების აღნიშვნა დაიწყო და ბევრად ადრე რა თქმა უნდა ჩვენ მართლმადიდებლობამდე გქონდა ასე კი სხვა კულტების მადიდებელი ქვეყანა ვიყავით და სწორედ აი ამ მითოლოგიურ და კულტების შესახებ მინდა ვისაუბრო დღეს და აქვე მინდა აღვნიშნო რომ ძალიან ძვირფასია ჩვენთვის ეს ყველაფერი და თუმცა ის ისტორია და ის ძველი რაღაცა წესჩვეულებები დღემდე არის შემორჩენილი და ამას ცოტა შევეხებით დღეს. მოკლედ სასაუბრო ძალიან ბევრია, ვფიქრობ მოვაწრებთ. დიახ. ესე იგი მითოლოგიური პერსონაჟები იყოფიან ორ კატეგორიად, ეს არის ღმერთები და ეს არიან გმირები. მათი წარმოშობა უპირველესი საწყისი ხდება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, შემდეგ ისტორიული ესე იგი ცვლილებების ფონზე ხდებით ასევე ესე იგი რომაულ მითოლოგიაში და საქართველოში რა თქმა უნდა სინქრონში მოდის ეს ყველაფერი და ასახვას პოვებს როგორც ჩვენს ფოლკლორში, ასევე ჩვენს ლიტერატურაშიც. და აი ძალიან საინტერესოდ სვაგდება ეს ყველაფერი. ბერძნულ მითოლოგიაში ხდებით ისეთ ესე იგი ისეთ სახელებს როგორიც არის აფროდიტე, ნარცისი, ზევსი, სხვადასხვა ღმერთები, რომლებიც დაკავშირებული არიან აი ამ ჩვენთვის საინტერესო მცენარეებთან. მაგალითად, ზევსი ყოველთვის გამოისახებოდა ესე იგი მუხის ფოთლების გვირგვინით. მათი სახასიათო აი ესეთი რაღაცა ატრიბუტიკა, რომელიც მცენარეებისგან იყო შექმნილი, ყოველთვის აი რაღაცა მცენარეს გამოსახავდა და ყველას თავთავისი ჰქონდა. ზევსის გარდა იყო ასევე დიონისე, იგივე ბახუსი, რომელსაც ბაზის და მტევნების გვირგვინით გამოსახავდნენ ხოლმე და სხვადასხვა ბევრი, ძალიან ბევრი. ასევე იყვნენ ღმერთები, ესე იგი ეს მითოლოგიური ღმერთები, იყო ცალკე მიწის ქალღმერთი გეა, ასევე დემეტრა და მისი შვილი პერსიფონე, რომელიც ითვლებოდა ეს მინდვრების და მინდვრის ყვავილების ქალღმერთად. და აი ესეთი ძალიან საინტერესო ესე იგი ექსკურსი შეგვიძლია გავაკეთოთ მათი ისტორიების გახსენებით. აი მაგალითად ნარცისი ყველასთვის ცნობილი ისტორია არის, რომელიც დღემდე ითვლება, ეს სიტყვა ნარცისი ითვლება თავის თავზე შეყვარებულ ახალგაზრდას აღნიშნავს ხოლმე, რომელიც ამპარტავნებაშია და თავისთავი უყვარს და რა თქმა უნდა ეს მისი მითოლოგიური ისტორიაც ამაზე მოგვითხრობს თუ როგორ ესე იგი შეუყვარდა ბიჭს, ახალგაზრდა ბიჭს თავისი გამოსახულება წყალში და მისი ცქერით ტკბებოდა და ბოლოს იქვე სიკვდილით დაასრულა თავისი სიცოცხლე. ძალიან ბევრი ესე იგი ისტორია შეგვიძლია მოვყვეთ, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი იყო. ესე იგი, თუ საწყის ეტაპზე ბერძნულ მითოლოგიაში ხვდებით, ესე იგი, დემეტრას, ქალღმერთ დემეტრეს, ან დემეტრას, ორივე ისტორია, მაშინ რომაულ მითოლოგიაში იგი აისახება როგორც ცერერად და სხვადასხვა სახელებით, ესე იგი, რაღაცა საერთო ქალღმერთს წარმოადგენს. და ნახეთ, აი
მაგალითად აი ცერერასთან დემეტრესთან დაკავშირებით ესეთი ლამაზი ისტორია გვაქვს. ესე იგი მიწის ქალღმერთს დემეტრას ყავდა. დემეტრა თვითონ იყო უკაცრავად. დემეტრა თვითონ იყო ქალღმერთი, რომელიც მიწას ანიჭებს ნაყოფიერებას, მის კეთილისყოფელი ძალა რომ არა, არც დაბურულ ტყეში გაიზრდებოდა რამე, არც ველმინდვრებში და არც ოხიერ ყანებში. ამის მსგავსი ქართველებს გვაქვს მეგრულ მითოლოგიაში ესე იგი ქალღმერთი ტყაშმაფა, რომელიც ასევე აი დიახ ტყაშმაფა ასე ქვია და რომელიც ზუსტად აი ამ თვისებებით არის აღჭურვილი. დემეტრას ყავდა შვილი პერსიფონე, რომელიც ასევე ცოტა დაბალი რანგის ღმერთად, ქალღმერთად ითვლებოდა, მაგრამ მას ჰქონდა ჩაბარებული ესეთი დაახლოებით მინდვრის, ყვავილების რაღაცა ღვთაებად ითვლებოდა და ნახეთ მისი ისტორიის მანძილზე, როდესაც ის რაღაცა ისტორიას არ მოყვებით, მაგრამ გაიტაცეს ის და დემეტრა როგორც კი ესე იგი თავისი შვილის გატაცებით დაღონდა ქვეყანაზე ყველაფერმა მოიწყინა აღარ იყო არც მინდორველში ყვავილი არც ნაყოფიერება და აი ზუსტად აი ამ მოვლენებს ასახავს როგორც მაგალითად შემოდგომასა და ზამთარში შეიძლება ადამიანმა თვალი ადევნოს ბუნებრივ მოვლენებს და რა თქმა უნდა ის ძველი წარმართი ხალხი აი ამ მოვლენებს რაღაცა ისტორიებს უკავშირებდა და შემდეგ რაღაცას ხზავდა, შემდეგ ჯეროდა თამისი და მოკლედ იყვნენ კერპთაყვანის ცემლები და აი ასე შემორჩა ეს სახელები ჩვენამდე. შემდეგ რა თქმა უნდა ის ყველაფერი ასახვას პოვებდა ლიტერატურაში, გადმოცემებში და აი აქამდე ასე მოაღწია ჩვენამდე. ესე იგი ეს ბერძნული მითოლოგიის შემდგომი ეტაპი იყო რომაული მითოლოგიის გმირები, როგორც თქვით, და რაც თავარია, საქართველოზე მინდა ახლა სწრაფად გადმოვერთოთ და სანამ საქართველოზე გადავალთ და როგორც დავაანონსეთ, სასაუბრო ძალიან ბევრია, მინდა ესეთი მოკლე ჩარტვა გავაკეთო მცენარეებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ისტორია, ესე ვთქვათ, ლეგენდად ქცეული და რამდენიმე წაგართმევთ თუ შეიძლება. აი მაგალითად გველი სურო, ხო? ძველი ლეგენდის თანახმად გველებს განსაკუთრებით უყვარდათ ამ მცენარის ჩრდილში შეკრება. წყემსებმა შეამჩნიეს, რომ გაზაფხულზე გველები კანს იცვლიდნენ, ისინი სწორედ ამ მცენარის ფოთლებს ეხახუნებოდნენ. აქედან წარმოიშვა სახელი გველი სურო. მაგალითად კრაზანა ბერძნულ მითოლოგიაში კრაზანა უკავშირდება ქალღმერთ არტემიდეს, ნუ აღარ განვავრცობ, დრო არ არის. პიტნა, ესეც საინტერესოა, ბერძნული მითის თანახმად ჰადესის ცოლს პერსეფონე შეუყვარდა ახალგაზრდა კაცის სახელად მინთე და განრისხებულმა ჰადესმა მინთე პატარა მცენარედ აქცია პიტნა და აქედან მოდის ეს სახელწოდება გვირილა. სლავური ლეგენდის მიხედვით გვირილა წარმოიშვა ცრემლებისგან, რომელიც დაღვარა ქალღმერთმა ლადამ. ასკილი ქართული ლეგენდის მიხედვით ასკილი იყო ლამაზი ქალიშვილი, რომელიც დევმა მოიტაცა, გოგონამ თავი გაიმეტა და კლდიდან გადახდა, მაგრამ ღმერთებმა იგი ეკლიან, მაგრამ სასარგებლო მცენარედ აქციეს, რომელიც დღემდე კურნავს ადამიანებს. ძალიან კარგი ჩამონათვალია. მე დავამატებდი ასევე დაფნას, რომელიც შეიყვარა აპოლონმა, დაფნას არ უყვარდა ის, გაიქცა და მამამის შესთხოვა რომ მიშველე მისგანო და მამამ შეისმინა მისი ვედრება და ხელები აღაპყრო ეს ხელებაყრობილი ვედრების დროს, გაუშეშთაო ხელებიო და იქცა აი ამ დაფნად, დაფნის ხედა. არაერთი საინტერესო ლეგენდა. შემდეგ დიახ აპოლონი, ესე იგი მასზე შეყვარებული აპოლონი, ასე ამბობს, რომ ამიერიდან შენი ფოთლები ამკობდნენ ჩემს კითარას, ჩემს კაპარს და მისი გვირგვინით შეიმკო თავი და მას შემდეგ აი გამოისახება ესე დაფნის გვირგვინით და აი დაფნის გვირგვინი ისიც ვთქვათ რომ ესე იგი ოლიმპიური გმირების სასურველი ჯილდო იყო და ამისთვის ძალიან თავს არ ზოგავდნენ. ასევე იყო კვიპაროსი ნინო, რომელსაც აი ასევე გარდაქმნების და რაღაცა ადამიანი გარდაიქმნებოდა რაღაცა გასაჭირის დროს რაღაცა მცენარე და ასეთი იყო კვიპაროსი. და ბევრი ძალიან ესე იგი სახელობითაც შეიძლება ამ ყველაფრის ჩამოთვლა და ძალიან მინდა ახლა ქართულ მითოლოგიას კი ბატონო შევუდგეთ და მე მოვიშველიებ რა თქმა უნდა ჩვენი ესე იგი დიდი ბუმბერაზი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის
შრომებს და ესე იგი ნახეთ როგორი საქართველოს კუთხეების მიხედვით აქვს ეს თემა განხილული და ჩამოყალიბებული და ესე იგი ქართული მითოლოგია ძალიან ესე იგი მრავალი საუკუნის მანძილზე მოიცავდა ისეთ ასპექტებს როგორიც არის ქვების თაყვანისცემა, ნავთობის სხეულების თაყვანისცემა, სხვა და სხვა უსულო საგნების თაყვანისცემა მანამდე რა თქმა უნდა სანამ ქრისტიანობა შემოვიდა და ჩვენში. და ასევე ერთ-ერთი სადაც ეს კერპები იყო განთავსებული, იქვე ახლო-მახლოს, მოკლედ რომ თქვა, ახლო-მახლოს ხელუხლებელად ინახავდნენ ხოლმე ტყეებს და ეს წმინდა ხეებად ითვლებოდა და შემდეგ ბევრი მათგანი რა თქმა უნდა, როდესაც არავინ მოჭრიდა და არავინ გამოიყენებდა, დიდ ზომებს აღწევდა და მათ შორის უკვე პირველი იარუსის ხეები რაც იყო ეს მუხა, წიფელა და ასე შემდეგ უკვე რაღაცა საკულტო მცენარეებად გამოიკვეთებოდა ხოლმე და ესეთი ძალიან ესე იგი ჩამოყალიბებულად არის აღწერილი ხეთა მსახურება. პირდაპირ ესეთი მსახურების სახეობები არსებობდა და ნახეთ აი ამ მსახურებებში ესე იგი როგორც სამი ძირითადი ბუნებას რაც უკავშირდება სამი ძირითადი რო გამოყოთ ეს არის ბუნების გაღმერთება და აქ იყო ნადირთა და მონადირეების მფარველი ღვთაებები, ესენი იყვნენ ჩვენ შემთხვევაში ანატორი იყო ხევსურული ღვთაება, ოჩოპინტრე, რომელიც როგორც ხევსურეთში, ასევე გარეკახეთში გვხვდება და ბოჩი. ბოჩი, აი ჩაჩნებისგან წამოსული ტერმინია, ასე აღწერს ივანე ჯავახიშვილი და ნახეთ, ოჩოპინტრეზე მინდა ყურადღება გავამახვილო, იმიტომ რომ ისევ და ისევ აი ეს ბერძნულ და რომაულ მითოლოგიას უკავშირდება. ასე ვთქვათ, გმირია. დიახ, ძალიან ესეთი სახასიათო ადრე მულტფილმიც არსებობდა ქართულ სივრცეში და ნახეთ, აი ოჩოპინტრე როგორ შეიძლება დავუკავშიროთ და როგორ უკავშირებს ამას ივანე ჯავახიშვილი ძველ ბერძნულ მითოლოგიას. ესე იგი, ოჩო ითვლება მეგრულში როგორც მამალი ცხვარი და პინტრე უკავშირდება პანს. თავისი ჟღერადობით უკავშირდება პანს და ზუსტად იგივე თვისებების ღვთაებად არის ეს შემონახული. ის არის ესე იგი თხისფეხებიანი, რქებიც აქვს, რაღაცა თელქი ტიპაჟი არის, რომელიც ტყეს მფარველობს. და ბევრგან ესე იგი ფოლკლორში შემორჩენილია და ასევე თქმულებებში შემორჩენილია, რომ ოჩოპინტრეს შეავედრებდა ხოლმე თავს ესე იგი მონადირე, რომელსაც მოაღამდებოდა ტყეში და თავს ვერ შველიდა. ასევე არის გავრცელებული ადგილის დედოფალი და ადგილის დედა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, აი რაღაცა ადგილის დედა არის ან სადღეგრძელოებში, ან სადღაცა დღემდე არის შემორჩენილი და ამას უკავშირდება მაგალითად ფშავში კვირია, ხმელეთის მოურავი იგივე და სვანეთში ლამარია და თბილისშიც იყო ასეთი ადგილი, სადაც ჯოჯოობას აღნიშნავდნენ და რაღაცა ჯოჯოს ღვთაება იყო და ეს ბუნებრივი ესე იგი ბუნებასთან დაკავშირებული ღვთაებები და რაც თავარია მივედით აი ამ ხეებამდე, ხეთა მსახურება და მცენარეულობის ღვთაება. და ნახეთ როგორ ლაგდება ეს ყველაფერი. ხევსურეთსა და ფშავში განსაკუთრებით იყო მუხის ანგელოზი აღნიშნული. დღემდე არის შემორჩენილი რომ აი ლოცვებში რომ აი მუხის ანგელოზს ადიდებენ და მუხა ეს არის ის ძველი ღვთაება რომელსაც ისინი განადიდებდნენ. სიტყვა ანგელოზი ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად დაუკავშირდა ამ ტერმინს, თუმცა ეს რა თქმა უნდა ეს არის არაქრისტიანული და თუმცა არსებულია. ქართლში, გორში, თეძმის ხეობაში არის ესეთი რკონის მონასტერი, რომელიც აშენებულია იმ ადგილზე, სადაც დიდი სალოცავი ხე ცაცხვი იდგა. თვითონ სიტყვა რკონი თავისი ნაყოფით და ჟღერადობით მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადრე აქ ყოფილა მუხის ხე, თუმცა მან ესე იგი ამოწურა თავისი სასიცოცხლო ძალები და შემდეგ უკვე ცაცხვი ჩაენაცვლა მას და აი ამ ხეზე შეადბამდნენ ხოლმე თეთრ ძაფებს, სურვილს ჩაუთქვამდნენ და ასევე ზედ კიდევდნენ რაღაცა შესაწირავებს. ესეც რაღაცა გაკულტებული იყო და რაღაცა რიტუალები იყო, აქ რიტუალების ჩატარებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა. და ნახეთ სამეგრელოში
ჭყონდიდი, დიდი მუხა, ასე ითარგმნება. წარმართული კერპი იყო და ხემცენარეთა თაყვანისცემის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ძველ საქართველოში. აღმართული იმ ადგილას, სადაც მარტვილის ეკლესიის სატრაპეზო აშენდა, მას შემდეგ რაც ეს მუხა ამოჰკვეთა ანდრია მოციქულმა, ოდეს მეგრელნი მოაქცია. აი გუშინ იყო ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და აი ზუსტად აი ამ ნახეთ როგორი ლამაზი კავშირი გაება ჩვენს თემასა და აი გუშინდელ დღეს შორის და აი ამას უკავშირდება. ესე იგი აი ამ სარიტუალო ხის ამოკვეთით და განადგურებით დააფუძნა მან სამეგრელოში ეს ჩვენი ძვირფასი რელიგია ქრისტიანობა. ესე იგი ტაძარში ჩაყოლებულია დღემდე ეს წარმართული ტაძრის ქვები და ქანდაკებები, ასე ვთქვათ, არტეფაქტები, რომელიც აი ამის დამადასტურებელია. ჭყონდიდის მუხას თელი ეგრისი სცემდა თაყვანს, მისი გაშლილი ტოტების ჩრდილში ხდებოდა დედისერთა ყმის მსხვერპლად შეწირვა. ესეთი რაღაცა ძალიან ისეთი მძაფრი და ცუდი ისტორიები უკავშირდებოდა ამას და რა თქმა უნდა ქრისტიანობამ ეს ყველაფერი გააუქმა და ნახეთ მას შემდეგ ბევრგან უკვე ეს მუხის და სხვადასხვა ხეების თაყვანისცემა, რა თქმა უნდა, განადგურდა და აღმოიფხრა. თუმცა სხვადასხვა კუთხეებში კიდევ დაგვრჩა მიმოსახილველი, მაგალითად აფხაზეთში იყო ასეთი ღვთაება ამშაპ და ჩერქეზულიდან გადმოსული სიტყვა მიზითხუ. და აი ამ ღვთაებებთან დაკავშირებით იყო ასეთი დღესასწაული ყოველ გაზაფხულზე მთიელი აფხაზები დიდი ამბებით და დიდი ამბით, ესე იგი პირველ ყვავილობას დღესასწაულობდნენ ხოლმე. და ეს რა დღესასწაული იყო, ხა როგორ გამოიყურებოდა. ამოვიკითხოთ ივანე ჯავახიშვილის შრომიდან და ნახეთ როგორ წერია. ისინი ეხლაც მოწიწებით უფრთხილდებიან საღვთოდ განკუთვნილ ხატის ტყეებს და ღვთაებასავით შეხახადებენ მუხის ხეს. ამასთანავე მათ ეხლაც მტკიცეთ წამთ ტყეების ღმერთი, რომელსაც ისინი მიზითხუს უწოდებენ. ყოველ გაზაფხულზე მთიელი აფხაზები დიდი ამბით პირველ ყვავილობას დღესასწაულობენ ხოლმე. სახლები მწვანე ბალახებითა და ყვავილებით ჰქონდათ მორთული. წინა ღამეს ახალგაზრდა ქალები მოხუცებულ დედაკაცთა მეთაურობით სიმღერითა და თოფის როლით მიდიოდნენ ტყეში. ხუთ ყურა ყვავილის საპოვნელად. ყმაწვილი ბიჭები კი ხაზინის საძებნელად მიდიოდნენ. მზე ამოანათებდა თუ არა ყველანი სიმღერითა, დიდებითა და საგანგებო წესით ყვავილებით მორთულ სოფელში ბრუნდებოდნენ. წინ მოუწყოდათ მოხუცი, თავზე მუხის ფოთლების გვირგვინით შემკული, რომელიც საზვარაკო ირემზე იჯდა, უკან ქალები და კაცები მოსდევდნენ და შემდეგ იმართებოდა ესე იგი სპორტული შეჯიბრებები და ყველას მოჰქონდა აი ამ ღვთაებასთან თითო ყვავილი და ერთ თაიგულად კრავდნენ აი ამ ღვთაებასთან და გამარჯვებულს დიახ და გამარჯვებულს ხვდებოდა ეს შეკრული თაიგული საბოლოოდ და ესე გადაეცემოდა მას საზეიმოდ და ასევე მინდა ვთქვა, რომ სვანეთშიც არის ესეთი ღვთაება ქალღმერთი დალი, რომელსაც ოქროს ნაწნავით წარმოიდგენდნენ და ესე იგი მამრობითი სქესის ღვთაება აფსადი, რომლებიც ცოლქმრად მოიაზრებიან. სამეგრელოში კი ტყაშმაფა როგორც ვთქვით და ასევე ოჩოკოჩი. ეს უკვე მამრობითი ოჩოკოჩი ქვია, დიახ, ოჩი მეგრულად კაცია. ოჩი მეგრულად კაცია და ოჩო როგორც წეღან ვთქვით, მამალი თხარი, რომელიც აი რაღაცა თხრის ფეხება, კი არა, თხის ფეხიან, ესე იგი არსებად არის წარმოდგენილი. და ჩვენ აუცილებლად გაგვახსენდება პარალელი შეგვიძლია გავავლოთ. წინა გადაცემაში რომ ვახსენეთ, ფავნუსი გახსოვთ, კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით. ეს ზუსტად აი მითოლოგიიდან წამოსული მამრობითი სქესის ესე იგი ღვთაება არის და ზუსტად აღწერილობით, მისი საქმიანობით და დანიშნულებით ზუსტად ესე იგი უკავშირდება ფავნუსი პანი და ეს ოჩოკოჩი ერთმანეთს. ესე იგი რაღაცა სინქრონში მოდის ეს ყველაფერი და საქართველოში აი რეზონირდება აი ეს ძველი ესე იგი ბერძნული მითოლოგია. და აუცილებლად მინდა ვთქვა ასევე აი ამ ესე იგი ტრადიციასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა ლიტერატურაშიც ჩვენს ძვირფას
ფოლკლორულ ნაწარმოებებში აისახა ბევრი მათგანი, მაგრამ მე მინდა ახლა ისევ ჩვენს ძვირფას გოგლა ლეონიძეს მიმართა და ამ მისი შემოქმედებიდან ამოვიკითხო პატარა ნაწყვეტი, სადაც ზუსტად აი ეს მომენტია აღწერილი. ნახეთ, ის თავის ნატრის ხეს იწყებს პირადი მოგონებებით და ნახეთ აი ესეთი დიახ ვარდმოფენობის დღე აქვს ნახსენები და მისი ბავშვობის ერთ-ერთი ტკბილი მოგონებაა. ნახეთ, მიყვარდა მაისში ვარდმოფენის დღე. დილიდანვე დავიწყებდით სახლის მორთვას ვარდით, სოსანით, ფშატის აყვავებული ტოტებით, მინდვრის ფერად-ფერადი ყვავილებით. მთელი ურემი ყვავილი მოგქონდა მინდვრიდან, განსაკუთრებით ირთვებოდა სახლის წინამოაივნები, სარკმლები, სვეტები, თვითეულ სვეტს შემოვაწნავდით ვარდს, სოსანს, ღიღილოს, გვირილას, შალგას. იატაკზეც მოვფენდით ფოთლებით და ყვავილებით. ეს დღე მიყვარდა ბუნების დიდი სიყვარულით. ვარდმოფენობას ჩვენი კერა არასოდეს მოსწდებოდა დედაჩემის პოეტური ბუნების წყალობითა. ის ფერადი ყვავილები გამოყვა ჩემს სულს, ჩემს სიტყვას. დღესაც ყველაზე მეტად მინდვრის ყვავილი მიყვარს. და შემდეგ არის რომ მარიტა როგორ დაამახსოვრდა ამ ვარდმოფენობის დღეს და აქვე არის აღწერილი აი ეს მომენტი რომ მხოლოდ ახალგაზრდები იყვნენ, იმიტომ რომ ბოლო ვარდმოფენობა იყო, იმიტომ რომ მერეო ჩვენი წრიდანო ზოგიერთი გოგო გათხოვდა კიდევაც. ანუ მხოლოდ ბავშვების დღესასწაული იყო. და კიდევ ერთხელ აი მარიტა, უпростоროდ მარიტაში არის ეს ნახსენები, ნახეთ, კიდევ ერთხელ არიფანას დღესასწაულს მათ მოიხსენიებს ის უკვე მარიტაში. და ნახეთ, ჩვენს დროს ბავშვთა ერთი ბედნიერი დღე არიფანა იყო, საძმო სუფრა, ყვავილთა დღესასწაული, ყრმათა პურმარილის შეერთება. არიფანას ყოველწლიურად ვარდობის თვეში ვმართავდით უბნის ბავშვები. შინიდან წავიღებდით წინასწარ დამზადებულ სანოვაგეს, ტკბილეულს, ტკბილ სასმელს, შერჩეულ ადგილზე გავშლიდით სუფრას. თავზე დავიდგამდით გვირილის გვირგვინებს. სუფრა კი ვარდყვავილებით, ზიზილებით ჰქონდა აყვავილებული. ვღეროდით, ვლექსობდით, ვცეკვავდით, ვთამაშობდით. კარგად მახსოვს უკანასკნელი არიფანა ჩვენი ვენახის თავში გავმართეთ. დიდი სამასწლოვანი კაკლის ჩრდილ ქვეშ. ნახეთ, ისევ ის კულტი ხის. მე ძველი არიფანების მონაწილეს მიფიქრია, რატომ ისევ არ შემოვიღებთ ჩვენი ბავშვებისთვის არიფანას, ამ შვენიერ ძველთა ძველ ჩვეულებას, ბუნების დღესასწაულობას ყმების მიერ. აი ესეთი ლამაზი მოგონება აქვს გოგლა ლეონიძეს თავის ნაწარმოებებში და კიდევ რა შემიძლია ვთქვა, შემიძლია დავამატო ის, რომ ესე იგი ყველა აი ამ დღესასწაულს რა თქმა უნდა ეხლა ძალიან ცოტა რამ მოვასწარით, მაგრამ ნუ ძირითადი რა თქმა უნდა, მაგრამ აი აუცილებლად მინდა ამოვიკითხო ერთი მომენტი, როდესაც აი ეკლესიის დამოკიდებულება ჩანს ამ ყველაფრის მიმართ და რა თქმა უნდა ეს არის გამაფრთხილებელი დამოკიდებულება, მაგალითად ეფთიმე მთაწმინდელი, როდესაც ამბობს, რომ აი ესე იგი ამბობს, რომ ესე იგი ზოგიერთ კუთხეში ხდება გაკულტება სხვადასხვა ღვთაებების და ჩამონათვალი აქვს მთელი და ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის ეშმაკისეული და ეს წმინდა მამა აფრთხილებს ესე იგი ქართველებს, რომ ეს არის ეშმაკეული და არ გინდათ ამისი ესე იგი მიყოლა და რაღაცა განდიდება. და რა თქმა უნდა სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა ისტორიკოსებიც და უკვე ქრისტიანი სხვა მამებიც ამის შესახებ გვაფრთხილებენ და ეს რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, თუმცა მე მაგალითად პირადად შემხვედრია, რომ არის ადგილები, სადაც რა თქმა უნდა ხალხი რაღაცა ინერციით მოყვება და მიდის სალოცავებში, ანთებს სანთლებს, თუმცა კვირიას გორა მაგალითად და ასე შემდეგ, რომელიც ეს წარმართული პერიოდის გადმონაშთია. კი ბატონო. ქეთი, იმდენად ვრცელი თემაა და ახლა როდესაც ჩვენ ლეგენდებზე საუბრობთ და მცენარეები მითოლოგიაში ეს არის საუბრის თემა, ძალიან ბევრი მაგალითია, ძალიან ბევრი ლეგენდაა, თუმცა მადლობა იმისთვის, რომ
რაც შეეხება ქართულ მწერლებს, ამას შეეხეთ და კიდე სხვა კუთხით და სხვანაირად გადაშალეთ, მოდით ვთქვათ, ეს ფურცლები, ხო? ხოლოდ გოგლა ლეონიძე ვახსენე, თუმცა იგივე ანა კალანდაძეს უბრალოდ ახლა ფიზიკურად რო არ გვაქვს. დაწერილი აქვს ლექსი, მაგალითად ფლორა, რომელიც იმ ქალღმერთს უკავშირდება. კი ბატონო, და იმეც ვიტოვებ, რომ მომავალში კვლავ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ეს ყველაფერი. დიდი მადლობა, რამეს ხომ არ დაამატებთ. კარგით და ჩვენს მენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ეს იყო გადაცემა მწვანე რჩევები ქეთევან ჯანხოთელთან ერთად. ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, მცენარეები მითოლოგიაში. დროებით მე მალე დაგიბრუნდები.